მეტრო დილისთან ვართ თამარაშვილის ქუჩაზე, საცხობი ბლომადა. აი რა არ მომწონს უკვე ამ საცხობში, აი ნახეთ, აი როგორი ჭუჭყიანი, აი ბინძური, ობობების ქსელი, არ ვიცი, არასოდეს რომ არ გაწმინდილა, ისეთი აბრა. აი არ უნდა იყოს საცხობზე და ზოგადად კვების ობიექტზე ესეთი აბრა. უნდა იწმინდებოდეს. ეს არის მათი სახე. ეს არის მთავარი, რასაც ხედავს მომხმარებელი, როდესაც მოდის მათ ობიექტზე. ჩვენ მოვხვდით ბლომადაში, ვართ საბურთალოზე და ეს არის უშუალოდ სადაც აი მზადდება კერძები, იწვება ფრი და კიდე რა იწვება? ახლა არაფერი, ეგ არის ხორცების და ამდილის ჩასხმული ზეთია და უკვე გამოსაცვლელია. მეორედ ზეთის ჩასხმული აგროვებთ ყუთებში, კი ბატონო, რომელზეც გამოიყენებთ. აი ამ ზეთებში. ამას იყენებთ? ფრიტური ზეთი არის, ანუ მრავალჯერადია და გამწოვი გასაწმენდია. თვითონ კედლები გამწოვის გაწმენდილია, ახალი დაწყებულია კონდენსატი და გასაწმენდია. გასკურა გასაწმენდია, კედლების სუფთაა, აქ გამწოვი გასაწმენდია, გამწოვები გასაწმენდია, მაგრამ კედლები იატაკი სუფთაა, მაცივარი სუფთაა, ოღონდ პროდუქციას უნდა ქონდეს აუცილებლად სტიკერი და პროდუქციას სტიკერები სამწუხაროდ არ აქვს. თუმცა არაჩვეულებრივი ტემპერატურული რეჟიმია და ტემპერატურული რეჟიმი დაცულია. პროდუქცია სწორად ინახება, გასქურა გამოსაცვლელი გაქვთ ან გასასუფთავებელი გაქვთ და ტაფები. აი ტაფები აშკარად გამოსაცვლელია, იმიტომ რომ აი ასეთ ტაფებზე მნუშაობა არის დაუშვებელი. ეს ჩვეულებრივად იგივე კონდენსატია, ზეთი კარგია, მაგრამ ტაფა მიუღებელია. აქ არის პატარა ღია სივრცე, გადახურული. რა თქმა უნდა, მოძრაობა არის ძალიან ინტენსიური, იმიტომ რომ ეს თამარაშვილის ქუჩა, რომელიც საბურთალოს და ვაკეს აერთიანებს. აქვე ავტობუსის გაჩერება, ძალიან ბევრი ადამიანი დადის და ბუნებრივია შემოდის ამ ობიექტზე. არის პატარა მაგიდები. ნუ იატაკზე რა გითხრათ, ეხლა ეს არის რაღაცა ძველი მეთლახი, რომელიც ალბათ იწმინდება, უბრალოდ არ ჩანს სუფთაა თუ არა. აი ესეთი სინებით მოაქვთ ადამიანებს საჭმელი, თუმცა ნახეთ სინები როგორი ჭუჭყიანია, იმედია იწმინდება და შემდეგ ისევ გამოდის დარბაზში. მე ესე ვფიქრობ და ვიმედოვნებ. ეს არის დამხმარე ტერიტორია, თუმცა აქაც ღია პროცესი მიმდინარეობს. შევიხედოთ როგორი მდგომარეობაა მაცივრებში. მაცივრებში არის ძირითადად ბოსტნეული განთავსებული და ბოსტნეული სწორად არის განთავსებული. ძალიან კარგია, რომ ესეთ ხარისხიან პროდუქციას ხმარობენ. რაც შეეხება მაცივარს, მოდით ჩავიხედოთ. ეს არის გასალღობად ლობიო ამოღებული, არა გასაცივებლად, ცხელია, სულ ახალი დამზადებულია. მაცივარში ქაოტურად არის სამწუხაროდ ყველაფერი ჩაყრილი, პროდუქცია ახალია და ის სულ ნახეთ, სულ ნედლია, ახალი ჩამატებულია, მაგრამ ქვევით აი გაყინული პროდუქციაც არის და აი ამის ვადების გარეშე ამის გამიჯვნა და ამის გარჩევა არის ძალიან რთული. მაცივარი არის კატასტროფულად სასწრაფოდ დასასუფთავებელი. ეს არის ერთი ტერიტორია, რომელიც ნახეთ და ძირითადად საკონდიტრო და საცხობი არის ქვევით. არ არის სწორი მაცივარში იყოს პური განთავსებული და ეს ნაგვის პარკებში იყოს პროდუქცია განთავსებული, ეს არასწორია. არასწორია, აი პური და თევზი ერთად იყოს განთავსებული ნაგვის პარკებში, აი როგორც აი ნახეთ ნაგვის პარკები როგორ არის, აი როგორ არის ნაგვის პარკები. აი და ყველაფერი არის აბსოლუტურად ჩაყრილი და პურიც აი არაჰერმეტულად შეფუთული, აი ეს ყოველად დაუშვებელია. აი ამის ასე შენახვა არის ნამდვილად რომ დანაშაული, აი არ მინდა მივედო, მაგრამ აი თქვენ თვითონ ჩაიხედეთ რა მდგომარეობა. აი ნახეთ, ჩაიხედეთ. აი ესეც თევზია და თევზი არის აი ნაგვის პარკებში განთავსებული. აი მოხარშული ხორცები, ესეც როდის არის დამზადებული, არ ვიცი. აქ არის კიდე აი ესე პურები განთავსებული, ესე არის აი ყველაფერი არის ჩაყინული და რა როდინდელია, აი ამის გარჩევა არის ფიზიკურად შეუძლებელი. აი ამ თევსაც რატო აქ აი ესეთ შეფერილობა მე ვერ გეტყვით, ჩემი კომპეტენცია ამისთვის არ არის საკმარისი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი როგორც დიასახლის ნამდვილად აი ეს ფერი მე პირადად არ მომწონს, თუმცა მე არა მაქვს იმის კომპეტენცია, რომ ამის ბადა და ვარგისიანობაზე ვისაუბრო, ამაზე უნდა მეტყველებდეს ეტიკეტი და მოცემული ინფორმაცია, რაც სამწუხაროდ ისი წაკითხვის საშუალება მე არ გამაჩნია. აი ჩვეულებრივად ვდებთ თევზს და აქვე არის პური განთავსებული, ორივე შეუფუთავ მდგომარეობაში. ეს არის არასწორი.
ბადეები უნდა იწმინდებოდეს, იფერთხებოდეს, სუფთავდებოდეს და სუფთა ჭურჭელიდან ნედლეული ერთად იყოს, აი ასეთ და ასეთი ბადე არსებობდეს ყვების ობიექტზე დაუშვებელია. იატაკი არის იდეალური, კედლები არის იდეალური, ჭერი არის იდეალურად გაკეთებული, ასევე არის კილერი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყოველ შემთხვევაში მცდელობა იმის, რომ ყველაფერი იყოს წესრიგში ნამდვილად არის, მაგრამ ბოლომდე მოწესრიგებული ვერ არის. აი აქ არის საყინულეში მოთავსებული პროდუქცია და ვადაც აწერია ზეთ, იმიტომ რომ ქარხნული წესით არის მითითებული ვადა და აი აქ უკვე არის გაურკვეველი წარმოშვების ყველაფერი აბსოლუტურად. დავათვალიეროთ ამ საცხობის პროდუქცია არის მზაკერძები, ცხელი, ცივი, ყველანაირი, აწერია სახელწოდება და 100 გრამი 2.80. შემადგენლობა ვადა არ არის. არის ესეთი ერთჯერადი კონტეინერები, რაშიც შემდეგ ჩააწყობენ ამ საჭმელს და გაატანენ მომხმარებელს. ყველაფერი არის სუფთა, არის ხელსახოცი. ვერაფერს ვერ ვიტყვი, თვითონ პროდუქციაც კარგად ჯანსაღად გამოიყურება ვიზუალურად. აქ უკვე სტარტერებია, ანუ ცივი საჭმელები თუნდაც სალათები, ვინეგრეტები და ასე შემდეგ ფლავი, აი ნახეთ როგორი მრავალსახეობაა, სხვადასხვა სალათების და კერძების და აქაც ეს კონტეინერები ყველაფერი სუფთად ლამაზად ალაგია. არის ყავა, ფასები მისაღებია ნამდვილად და აი აქ უკვე საცხობის პროდუქცია. თვითონ საცხობში და სამზარეულოში რაც ხდება თქვენ უკვე ნახეთ და კიდევ ნახავთ, მე უბრალოდ ჩართვას ვაკეთებ შიდა სივრციდან, ანუ რასაც ხედავს მომხმარებელი. მომხმარებელი ხედავს აი ამ ლამაზ პროდუქციას, საკმაოდ კარგ მისაღებ ფასებს და შესაბამისად ირჩევს შემდეგ რომელი უნდა. იმედია აი ეს სინები იწმინდება ხო გოგოებო, იმიტომ რომ იქ ჭუჭყია კი ბატონო ირეცხება, იწმინდება და ისე გადის უკვე და აი ეს არის ასევე ყუთები, სადაც აწყვია პროდუქცია და შემდეგ შეგიძლიათ წაიღოთ კიდევაც, იმიტომ რომ აქ არის მე როგორც მივხვდი, ასევე გატანის სერვისიც. არის სუფთა მაცივრებია, აი აქ დარბაზში, სადაც მომხმარებელი შედის, მაცივრები ნამდვილად სუფთაა. ჩავდივართ და ვუყურებ, რომ კიბეები მოწესრიგებულია, იატაკი სუფთა არის, კედლები გაწკრიალებულია, აქ რადიკალურად სხვა სიტუაცია დაგხვდა. ქალბატონები მოწესრიგებული, გაპრიალებული. ოღონ აი ამას ვერანაირად ვერ დავეთანხმები და არ მომწონს, როდესაც ნაგვის ყუთები არის გამოყენებული შიდა სივრცეში, ნაგვის პარკი. ნაგვის პარკი არის ნაგვის პარკი და არავითარ შემთხვევაში აი მით უმეტეს დანადგარებთან შეხებაში არ უნდა იყოს. მართალია სუფთაა, მაგრამ მაინც არასწორია, იმიტომ რომ ეს როდესაც შავი ნაგვის პარკი არის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის არ უნდა იყოს შეხებაში საკვებ პროდუქტებთან. აი იგივე მინდა აქაც თქვა, აი აქაც იგივე მინდა თავდაცვის მიზნით, რომ სისუფთავე შეინარჩუნონ და არ დაბინძურდეს, არის ცომოსაზელი აპარატი შეფუთული, მაგრამ არასწორია. აი, წაიკითხეთ. მარტივად წერია. ნაგვის ტომარა, ნარჩენებისთვის და არავითარ შემთხვევაში რამის შესაფუთად. უჟანგავი, არაჩვეულებრივი მაგიდები აქვს, გამწოვი, გაპრიალებულია. აი რა ლამაზი პროდუქცია. აი ამიტომ სუნმა გაგვაჩერა, სუნმა მოგვიყვანა. აი უსაოცარი არომატია. იმიტომ ამდენი მომხმარებელი რო ეტყობა, ქალბატონები ძალიან გემრიელად აკეთებენ, მაგრამ აი ჩემთვის სრულიად შოკის მომგვრელია აი ეს სარკმელი. აი ეს არის მტვერის ბუდე, რომელიც აი ამ სისუფთავე სიტუაციაში შემოდის ნაგავი ძალიან დიდი რაოდენობით. ამაზე მეტყველებს ზუსტად აი ის თეთრი საფარი, რომელზეც არის მტვერი ძალიან დიდი რაოდენობით დაყრილი. ამიტომ უნდა ვთხოვოთ ხელმძღვანელობას, რომ აი ამ სუფთა არაჩვეულებრივ სიტუაციას მარილი მოაყაროს და რამენაირად დაიცვას აი აქ მომუშავე ადამიანები და ასევე მომხმარებლები პროდუქციის დაბინძურებისგან. აი ზუსტად აი ამ სარკმელებიდან. ერთი ეს და აი მეორე ეს. და აი ნახეთ რა მდგომარეობა. აი ეს მდგომარეობა. დანარჩენი აქ ყველაფერი მოწესრიგებულია, პრინციპში აი ამ ორი პატარა არა, დიდი შეცდომის გარდა ობიექტი არის ძალიან კარგი. ეს სიტუაცია მომწონს,
ზედა სიტუაციას ხელი ნამდვილად ჭირდება. მოდით მაცივრებიც ვნახოთ, მაცივრებშიც რა მდგომარეობაა. აი ნახეთ, ჩაწიკწიკებულია ცომები, ვადები უნდა იყოს ყველაფერზე აღნიშნული და ვადები აუცილებლად უნდა იყოს დაწერილი. ცომებზე არის ვადები. აი ნახეთ, ეს უშუალოდ ცომის მაცივარია, სწორად არის განთავსებული ცომის ზევით და ქვევით არის შეფუთული სოსისები განთავსებული, ვადები სოსისებზე არის, საერთოდ ცალკე არის კვერცხის მაცივარი და ყველაფერი შეფუთულია და ესეც სწორად არის გაკეთებული და აი მე პირადად მივცემდი რეკომენდაციას, რომ აი ეს კვერცხიც იქეთ გადაიტანონ, ვინაიდან მართალია შეფუთულია პროდუქცია, მაგრამ ზევით დაჭრილი პროდუქცია არის, კონტეინერში მართალია მოთავსებული, მაგრამ მაინც უნდა იყოს დაცული და რასაც არ ვეთანხმები 14.05 წერია და ეს არ არის ამის გამოშვების თარიღი, ეს არის ამის დაჭრის თარიღი, ალბათ ახალი დაჭრილია და ვადა აუცილებლად უნდა იყოს გადატანილი. ანუ სოსისი როდის არის გამოშვებული და სანამდე შეიძლება იყოს მომხმარებული, როდესაც გადაგვაქვს დაჭრის გახსნის, კონტეინერის გახსნის თარიღი, ასევე უნდა გადავიტანოთ ვადაც. თუმცა ეს არის აი როგორ გითხრათ, მიზერი და რატო? იმიტომ რომ აი ეს პროდუქტი ზუსტად სულ რამოდენიმე საათში უკვე აღარ იქნება და არანაირ რისკ ფაქტორს არ წარმოადგენს, მაგრამ თვითონაც უნდა იცოდნენ და გაკონტროლების საშუალება უნდა გქონდეთ, თუ რამდენად უვნებელია და რამდენად ვადიანია პროდუქტი. ეს სურათი გვინდოდა გვეჩვენებია სულ პატარა საცხობია, საცხობი სამზარეულო ბლო-მადა, ასე ქვია და ჩვენ ვართ საბურთალოზე მეტროდელისთან თამარაშვილის ქუჩაზე.